სტიქია გურჯაანში სეტყვარდვიან ღამით 9 საათი გარძელდა, დაზარალებულია რამდენიმე სოფელი. სტიქია მოსავლის 70% გაანადგურა. დაზიანებულია ვაზი და ბაღჩეულის სტიქის ზონაში დილიდან იმყოფებიან გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლები. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. ზარალი გვაქვს დიდი გენაცვალე. სიმწიფეშია ყურძენი წასული, შეწამლა უნდა თუ რა უნდა ხალხი. სულ სესხებით იღებდა, სესხები აქვს აღებული და სესხით აქვს მოსავალი მოყვანილი. ყველა ოჯახი უყურებდა ამ მოსავალი. ეხლა იგედრო და ეს ერთ თვეში რთველი ხომ უნდა დაწყებული იყო, წვენი აქვს ჩანდაღარი ყველაფერი და თუდე გვეხმარება მთავრობა ძალიან კარგი იქნებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საქმის კურსია, ახლა უკვე ჩვენ დილისვე შევქმნით კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ნახოთ, დაახლოებით ჩვენი ვარაუდით უკანა მხრე ზონაში 300-400 ჰექტარი უნდა იყოს დასეტყვილი, მაგრამ ჯერ ზუსტებს ვერ დავალსახელებ, იმიტომ რომ ზოგიერთ ნაკვეთებში ვერ შევდივართ, იმიტომ რომ გაუვალია დიდი ნალექის გამო. ზოგან 100% შეიძლება იყოს როგორც მოსახლეობა მეურნეობა, მაგრამ აი სადაც ჩვენ ვიმყოფებით აქ 70% არის დასეტყვილი.